საჩხერე ქუთაისის მატარებლის მგზავრებისთვის ჭიათურის ეგრეთ წოდებულ სადგურში არსებული პრობლემა ზამთარმა უფრო ნათელი გახადა. ბოლო 3 წელია ჭიათურის რკინიგზის სადგურში ვითარება არ იცვლება. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოსაცილ დარბაზში დაწყებულ მიტოვებული სამუშაოები და სახელდახელოდ შელესილ ოთახში მოწყობილი მოსაცდელი დარბაზი. ორი ადამიანი ვერ დაეტევა ხან ეს არის ვისაღები. ხალხი ამდენი ხალხი რომ მოვა ხანა რახნა საწავიდეს. აქ არ დაეტევა ამ ადგილზე. გათხოვას არ დავანებოთ, გათხოვა ხო პირობები არ არის. აქან ახლა 50 კაცი არ დაეტევა, 10-15 კაცის ადგილი არის და გათხოვა არ არის და არაფერი. არასტანდარტული არის, აქ იყო დიდი სადგური და ეხლა აღარაფერი არ არის. მათთვის გამოყოფილი ამ ოთახით სივიწროვის გამო მგზავრები თითქმის არ სარგებლობენ. იჯარით გაცემული მოსაცდელი დარბაზის სარიტუალო დარბაზად გადაკეთების მსურველმა მოიჯარემ სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ შეაჩერა, როდესაც საკითხით ადგილობრივი თვითმმართველობა დაინტერესდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასთან 1 წლის წინ გაგზავნილ წერილს შედეგი არ მოყოლია. უამინდობა უფრო საშინელება, რომ გარეთ ცივა და ხალხი სიცივეში, თოვლში, სიცივეში დგას გარეთ. არ ვართ კმაყოფილი ამ მომსახურეობით. მატარებლის მომლოდინე მგზავრებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა უწევდეს 21 საუკუნის მოქალაქეს მგზავრობა არსებულ პირობებში. თოვა არის, აქ ვერ შემოვა, ვერ დაეტევა ხალხი და გარეთ რა უნდა ქნას? ამდენ ხან გაჩერდები გარეთ. ახალი გამგებელი არის და ახალი შემართებით იქნება ყველაფერი და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება. რკინიგზის სადგურის გარდა საქართველოს რკინიგზა მის ბალანსზე არსებული მშრალი ხიდითაც აღარ დაინტერესებულა. მათგან მიღებული დასკვნის საფუძველზე ჯერ კიდევ მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ ხიდი ავარიულია. მიუხედავად ამისა, ხიდი დღემდეა ექსპლუატაციაში, რომლითაც ყოველდღიურად ამობნის მცხოვრებლებთან ერთად ანდრია პირველწოდებული სამრევლო სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ. არ შეიძლება ასე კაც ხიდზე ვერ გადახვალ, ჩანგრეულია ხიდი თვითონ. თუ რამე მოეხერხება მაგას მე არ ვიცი და უნდა გააკეთონ აუცილებლად. თოვს და ყინვებია და ეკანა გადასვლა ძალიან გაჭირვებულია. მე მგონი ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს იღონებს რომ გააკეთოს. საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რკინიგზამ განვითარების სხვადასხვა საფეხური გაიარა და დღეს ის ერთ-ერთი უმსხვილესი განამხდელია. ამასთან ის მომგებიანობის განაკვეთით მსოფლიო ლიდერია, აღნიშნულია რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე.